ძალიან ღიზიანდებიან ხოლმე Facebook-ზე ჯგუფის წევრები, როდესაც ხედავენ პოსტს, რომელშიც არ არის სასვენი ნიშნები და შინაარსი არის აბსოლუტურად გაუმართავი. და ღიზიანდებიან ხოლმე, რომ აი წერტილების დასმა არ იცი წერა კითხვის და შენ რო კიდე დაქორწინდი, მაგაზე მადლობა უნდა თქვა და ეს რაღაცებს უწერენ ხოლმე ადამიანებს და მე მესმის მათი გაღიზიანების. ანუ შთაბეჭდილება აქ რჩება, რომ რაღაცა ადამიანმა მოიბუდიალა, მოგიგდო ისე რომ არც გადაიკითხა, მაგრამ მე თქვენ გეტყვით საიდუმლოს. მას რომც გადაეკითხა, ისევ იგივეს დაწერდა. ეხლა რატომ ნახეთ? ადამიანმა თუ ბავშვობაშივე არ ისწავლა აზრის ჩამოყალიბება და ზოგს არ ქონდა ოჯახში სიტუაცია, სადაც ექნებოდა გამართული ურთიერთობები, ან სწავლას მიექცეოდა ყურადღება, ან უბრალოდ მას არ ქონდა კოგნიტური უნარები და არც განუვითარეს წესიურად. მას ექნება მსგავსი პოსტი. აი ესეთი ნახეთ. 25 წლის ვიყავი, რომ რაღაცა დავქორწინდი, იქ მერე რო ჩავედით, მაგას ამითხრა, არაო და მე რო უთხარით აქალს, კიო, იმან თქვა, არაო და მე იმან წიხლი რო ავამარტყა, მე ამან მითხრა და ამ დროს ეკითხები, რომ ერთი წუთი იმან რო წიხლი ამოგარტყა, მე რა მოხდა? არა, მე ხო გერმანიაში წავედი, არა და იმ წუთის მე რა მოხდა? იმ წუთის მე? იმ წუთის მე არ მახსოვს რა მოხდა. იმ წუთის მე გერმანიაში წავედი, მანამდე რა მოხდა? არ ბოდიში მომიხადა მე მგონი ბოდიში მომიხადა, იმიტომ რომ მე იცი რა იყო, ჩაბარების მე რამდენჯერაც ვუთხარი, ერთ წუთი ბოდიში როგორ მოგიხ, ანუ ნახეთ რა ხდება. ასეთი ადამიანი ბევრჯერ უნდა დააბრუნო იმ წერტილზე, რომ თვითონვე ისწავლოს თავისივე აზრის გაყოლა. ამას ახლა რატო ყვები? იძახიან ესეთ რაღაცას, რომ მე მჭირდება ადამიანი უბრალოდ რომ მომისმინოს. ფსიქოლოგი არ მინდა, არავის არ ვითხოვ, ვიღაცა მინდა, ვინც მომისმენს. ან ფსიქოლოგი მინდა, რომელსაც უბრალოდ მოუყვები. უბრალოდ თუ მოუყვები, შედეგი არ იქნება, იმიტომ რომ მან უნდა გაგაჩეროს შენ, დაგაფიქროს და მოგცეს სწორი რეაქციები შენსავე მონაყოლ ისტორიებზე, რომ იცი რა, აი აქ შენ უკვე გაგრძელება უნდა მომიყვე. ანუ შენ რო რაღაცა ფიზიკურად რაღაცა მოგაყენეს შეურაცხყოფა, რაღაცა მე ხო გაგრძელება მჭირდება, რომ მივხვდე შენ რა რეაქცია გაქვს, იმან რა თქვა, შენ რა უპასუხე, როგორ იქცევი. შენ გერმანიაზე რო გადახტი, ან ეს ჯერ არ გაგვირკვევი აქ რა ხდება. ხვდებით? ეს არის მაგალითი იმისა, ფსიქოლოგიაში ძახიან ხოლმე, საკუთარი გრძნობების გაცნობიერება უნდა ასწავლო. ამ დროს skip ხდება ეგრე, ადამიანი ასკროლავს. გრძნობების გაცნობიერება, ქართულად რო ვთქვათ. თარმინდებული აზროვნების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ამ ყველაფრის მერე ადამიანს თან უჩნდება, რომ მომაყოლე კაცო, ერთი წუთი მე ვყვები აქ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს შენი რეაქციები იმაზე, მე რო წიხლი ავამარტყეს, ხო? ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თარმინდებული მიყოლა და უბრალოდ ვიღაცა მინდა რომ მომისმინოს, ამას შედეგი არ აქვს. კი იმ წუთში შენ შეიძლება დაიცალო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაიაროთ სრული კურსი ფსიქოთერაპიის. ეს არ ხდება ერთ სესიაში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგები არის ხოლმე ძალიან კარგი. საკუთარი თვალით მაგნანახი და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. ასე რომ მეგობრებო, ნუ გაუბრაზდებით მათ, ვინც აბდაუბდად წერს, ეს მათი ბრალი არ არის ნამდვილად.